ვიღავახა. ლევაზი შენ ხარ? ისმის? ხო. ენცომ პირადად მომიკითხა, გაჩერდესო შეძახილებს თავიდანებო ზამირი. ბალუმ რა შემოთვალა დღეს იმ ბალუმ რაო? გამარჯობა თონდეი და როგორ ხარ ბალუ? რომელი ხარ? ბალუ დედი როგორ ხარ? დედი ამ სატელეფონო საუბრების გამო კანონიერი ქურდის რევაზ უბილავას იგივე ჯვარსკის დედა ახლად ციხეშია. 55 წლის მანანა ლიპარტალიანს პროკურატურა კრიმინალური სამყაროს მხარდაჭერას და ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას ედავება და თუ დანაშაულს დაუმტკიცებენ ციხეში 10 წლის გატარება ემუქრება. ყველაზე ახალგაზრდა ქართველი კანონიერი ქურდის დედა სასამართლოში იზოლატორიდან 5 თებერვალს საბადრაგო სამსახურმა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით მიიყვანა. სხდომათა დარბაზში განსასჯელის სკამზე დაკავებულ ქალთან ერთად იჯდა მისი შვილიც. 10 წლიანი მუხლით კანონიერი ქურდის დედასთან ერთად საგამოძიებო უწყებამ მისი ძმა ავაზ ხონელიძეც დააკავა. ბრალი წარედგინა თავად ჯვარსკისაც. სპეცოპერაცია კანონიერი ქურდის დედის და ძმის დასაკავებლად წალენჯიხის რაიონში დაბა ჯვარში 3 თებერვალს ჩატარდა. სპეციალური დანიშნულების რაზმის ათობით თანამშრომელმა კოსტავას ქუჩაზე ეს კორპუსი ალყაში ღამის 3 საათზე მოაქცია. სახლში ამ დროს არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ ადვოკატის განცხადებით პოლიციამ ქალი შვილთან ერთად ძალის გამოყენებით დააკავა. დემონსტრაციულად შევარდნენ დილის 5 საათზე ბებია, რომელიც მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ეძინა 50 შეიარაღებული, ასე ვთქვათ, პირი შევიდა მათთან და მოახდინეს მისი დაკავება, რაზეც ძალიან უარყოფითი ზეგავლენა იქონია და მოახდინა მცირეწლოვან ბავშვს და თვითონ ბრალდებულზეც. სპეცრაზმი უნდა შევარდნილიყო აუცილებლად, ანუ გარეთ არ გამოდიოდნენ ეს ადამიანები, ვთქვათ, არ იყო დაკავება. ესეთი შინაარსის გზამართ საქმეებზე სხვა პირთა უსაფრთხოების ასაცავად, მათ შორის სამართალდამცავთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეჭვი ჰქონდათ, რომ ქალბატონი მანანა შეიარაღებული. ეჭვი არ არის აქ, უბრალოდ საუბარი აქ არის ლეგიტიმური მიზანი, როდესაც დაიცვა სამართალდამცავი, ასევე დაიცვა სხვა მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება სპეციალური დანიშნულების რაზმი. გამტკიცებულებების საფუძველზე ასამართლებს საგამოძიებო უწყება 55 წლის ქალს. შაბათის ეთერთან გახმაურებული საქმის პროკურორი ირწმუნება, რომ მანანა ლიპარტელიანი ეგრეთ წოდებულ გარჩევებში პირადად მონაწილეობდა. სქემა ასეთი იყო: ქურდი შვილი დავალებებს დედას აძლევდა, დედა კი შავი სამყაროს წარმომადგენლებს გადასცემდა. მაგალითად იმ პირები, რომლებიც ცუდად მოიხსენიებდნენ მის შვილს კანონიერ ქურდს, ცდილობდა მათთვის მოეთხოვათ პასუხი. ანუ მანანა უკავშირდებოდა სხვა ადამიანებს და ავალებდა, რომ მოეთხოვათ პასუხი? თავისი შვილის სახელით, კი ბატონო, და თვითონაც აქტიურად მოქმედებდა. გადაწყვეტილებები იყო მიღებული, რომ გარკვეული პირები იყვნენ ქურდული სამყაროსთვის მიუღებლები და ცდილობდნენ მით დასჯას, გარიყვას, დაჩაგვრას და ასე შემდეგ. საიდან დასჯას და გარიყვას? პენიტენციურ დაწესებულებებში ავრცელებდნენ იმ კონკრეტულ პირთა მიმართ აღნიშნულ ფაქტს, სადაც იყვნენ მოთავსებულები და უშუალოდ აქტიურ ქმედებას გამოხატავდა ქალბატონი მანანაც. შემდეგ ამოწმებდა დაისაჯა თუ არა ეს პირი? რა თქმა უნდა, ამოწმდნენ ინფორმაციას, იყო თუ არა დასჯილი შესაბამისი. კრიმინალური პოლიციის მრავალსაათიან ჩანაწერებს შორის, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ყურადღებას, ერთ-ერთი ფაილი იქცევს. ირკვევა, რომ კანონიერი ქურდები და მათი ოჯახის წევრები საკომუნიკაციოდ უფრო მეტი დაცულობისთვის TikTok-ის აპლიკაციას იყენებენ. ალო გავარჯა. როგორ ხარ? იმან მოგწერა. ხო, რა. იგი voice მოგასმენიებსო იმისობა თუმელის. მაგრამ ამ ტელეფონში მაქვს და ვერ მოგასმენინების. სხვა ტელეფონში გადავიწე. მაგას და მე მოგასმენიებ. ფიზიკი გარეთაა, კი გარეთ, მაგრამ რაღაც 10 დღე დამეკარგა შეაზიზან ალბათ ვერა ამატორზე რა. ხო, ნომერი ბალუმ შეგეხვეწა. კაი, იმიტომ ფიზიკის ნომერი მე არ მაქვს. ის ინტერნეტი დეიდაშვილის იმით მეიკავშირდება TikTok-ით და მაშინ გამოვარჩევ რა საკონტაქტო ნომერს.
ბანანა ლიპარტელიანის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებას საქმეში აუდიო ჩანაწერების მთელი აუდიოთეკა აქვს და დგინდება, რომ ის მოვლენების ეპიცენტრში იყო. კანონიერი ქურდის დედას ციხიდან პატიმრების სისტემატიურად ურეკავენ და ანგარიშს აბარებენ. ამ დროს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ყველა ზარს უსმენს და აარქივებს. დექამ რევაზი დაგინაო ისე მიაცინე რევაზი. ათვალა მურთაზამ როაძინაო ისე დექამა დაგინაო რევაზისა. არაც მიშვილებს გეფიცები რა ბექამა და არაც მიშვილები ჩავდე გუბოში რა პირიქით კაცო მურთაზე. აკვიშანისწაო ბანიო. ასე მიაცინე მოგავკა. ვისაო? რა ვიცი რევაზიმ დაგერეკა. ვისაო? დამირეკა რევაზიმ ხوارისი რამე. არაც მიშვილებს გეფიცები რევაზა აქ არაფერი შუაშია ისა რა უთხარი იცი ეს დამპალი მურთაზა იძახის მაგაზე რევაზაზე რაღაცებს სუდებს იძახის კაცო დავამხეთ ყველაფერმა ბექამა რა პადეშკამისა ვაფშე არ ჩარეულა ბექა რევაზას გულისთვის იცი რამდენ ადამიანს დავეჯახი აქ მანდეი და როგორ ბექას გაუტარე არა მე და მე მკითხა რამე ხوارიციო აუდიო ჩანაწერების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა და შავი სამყაროს გავლენები იზრდება. ფაქტს ჩვენს მიერ მოპოვებული ჩანაწერები ადასტურებს. პატიმრები კანონიერი ქურდის დედასთან საუბარში ამბობენ, რომ ჯვარსკის სახელით კონკრეტული მსჯავრდებულები მათთვის მიუღებელ პატიმრებს ავიწროვებენ. ანდეთ ახირას იზახის მირზა მეო რევაზამო იმის უფლება დამიტოვაო რომ ადამიანებს ბედი გაწყვიტოვდა მურთაზა არის ბოდიში და ბოზიო მიხვდით მანდეი და რევაზამ სახელიც დაუტოვა ეგრე გამოდის ვერ ხვდები კაცო მიხვდით ეგეთი რამე არ გამიგია და რავი თუ ეგრე დაუტოვა მართლა თუ იცით ადამიანების ბედი მე რა ვიცი რევაზ ჯვარსკის სახელით, რომ ციხეებში მასთან დაპირისპირებული პატიმრების ტერორი მიდის, ეს კიდევ ერთი ჩანაწერით დგინდება. აუდიო მასალაში ისმის, რომ კანონიერი ქურდის პრაგონის, ანუ ბრძანების მიხედვით, ერთ-ერთ საპატიმროში გადაყვანილი მსჯავრდებული, რომელმაც ჯვარსკი გაანაწყენა, სცემეს. შემდეგ კი ანგარიში კანონიერი ქურდის დედას მანანა ლიპარტელიანს ჩააბარეს. აი მანზე შევდივარ 11-ში. ესე უთხარი და მაგან ესე უთხარა ის რომ მოიყვანეს ეგ პროჭით ესე უთხარი ბოდიში შენთან რა მაგით ხო ჩემთან ის და გაიგე მაგი და დანარჩენი მაგან კი იცის მე მაგას როგორ გაუშვებდი ჩემგან რა ის რომელი ოთახში რო ყავდის თუ იქ ეგრეა ვიღაც მოყვანილი არა ეხლა მიიყვანეს იქ ვიღაცა რომ მიიყვან იცის რა მაგან იმაზე რაღაცა თავის მას დაუბარა რაღაცა ვაცემინეო და რაღაც გაუძახეო რაღაცა მე ვიყავი ახლა პაემანზე და ხოცავდნენ ერთმანეთს ისეთი ამბავი იყო მე ეს ჩემთან რო ჩამოიყვანეს კიდე იყო ზევი ცივილ-კივილი ამასთან სასწაული ამბავი იყო და მე ციხეებიდან ვიზარეკა ასეთი სახელი დაუტოვაო კაცოს ფინსკიმას მეო და ჩემი სახელითო და თავის ძმასთან ვიზარეკა ყველას რაღაცა ასე უთხრა ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით პროკურატურა ირწმუნება, რომ კანონიერი ქურდის დედა ეგრეთ წოდებულ პრაგონს თავად ატარებდა. შვილის დანაბარებს კონკრეტული პატიმრების დასჯის შესახებ შავი სამყაროს წევრებს, მათ შორის მსჯავრდებულებსაც პირადად გადასცემდა. ანუ ქალბატონ მანანას ურეკავდა შვილი და თხოვდა ეგრეთ წოდებული ქურდული პრაგონის გატარებას. ბატონო, ასე როდესაც პაიმაზე შედიოდა, შემდეგ გამოდიოდა, იგი რეკავდა, აინტერესდებოდა მიშვილზე თუ ვირასაბმოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ითხოვდა პასუხებს და ჰქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან, სადაც ხდებოდა სხვადასხვა ქურდული გადაწყვეტილების მიღება, ასევე ქურდული გარჩევა. ანუ ქალბატონი მანანას აწვდიდა პაიმანზე შვილი ინფორმაციას? არა მხოლოდ იმაზე ასევე სატელეფონო ზარები ხორციელდებოდა, გამოძიების მიერ ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, სადაც დაფიქსირებულია ყველა ეს ფაქტი. დედაშვილის პაიმანს უსმენდით? არა, დედაშვილის პაიმანს ნამდვილად არ მოგუსმენია, როცა პაიმანა გამოვიდა. ერთ-ერთი ეპიზოდია ეს, მხოლოდ არის სხვა მრავალი ეპიზოდი. ამის შემდეგ ხდება ეგრეთ წოდებული მისი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოქმედება. დაკავებულის ადვოკატი კი ირწმუნება, რომ აუდიო ჩანაწერები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს და რომ ჯვარსკის დედა შვილთან და მის მეგობრებთან უბრალო საუბრის გამო უკანონოდ ისჯება.
ერთი რაც აუდიო ჩანაწერებში ისმის არის შვილისთან კომუნიკაცია და ერთმანეთის მოკითხვა და ასევე სასჯელ ახსულების დაწესებულებებიდან მჟავრდებული პირები რომლებიც უკავშირდებიან მანანალი პარტელიანს და რომლებიც მოიკითხავენ მანანალი პარტელიანზე ასევე მანანალი პარტელიანის შვილს რევაზ უბილავას. რევაზ ჯვარსკი და მისი ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცნენ. ყველაზე ახალგაზრდა ქართველი კანონიერი ქურდი შავი სამყაროს ის წარმომადგენელია, რომელიც ამ ხელისუფლებას და ციხის ადმინისტრაციას მიზანმიმართულ დევნაში და ტერორში ადანაშაულებდა. ეს კადრები შაბათის ეთერმა 2 წლის წინ გაასაჯაროვა. აქ ჩანს, რომ კანონიერმა ქურდმა ციხის უფროსის სცემა. ამ ინციდენტის შემდეგ რევაზ უბილავა ბათუმის ციხეში გადაიყვანეს, სადაც ფიზიკური დაპირისპირება რეჟიმის უფროსთან ჰქონდა. მაშინ ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტი ამტკიცებდა, რომ ქართულ ოცნებას არჩევნებში არ დაეხმარა და სასტიკი მეთოდებით მიზანმიმართულად ისჯებოდა. 13 ჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, 157 თვით დაზიანება მიიყენა. რევაზ უბილავას იგივე ჯვარსკის ადვოკატი ახლაც დარწმუნებულია, რომ მისი ოჯახის წევრების დაკავება პოლიტიკური შურისძიებაა. უფრო დავარქმევდი მიზანმიმართულ სადამჟელო ღონისძიებას, რომელიც რევაზ უბილავას მიმართებაში განხორციელდა და შემდგომში რევაზ უბილავას ოჯახის წევრებთან მიმართებაში. რისთვის ისჯება ეს ოჯახი, მაშინ ეს მითხარით? ამ კითხვაზე პასუხი მართალი გითხრა არ მაქვს. ადრე საუბრობდა ჯვარსკი, რომ მას თხოვეს არჩევნებში დახმარება ხელისუფლებამ უარი უთხრა და ამის გამო ისჯებოდა. ახლაც იყო მსგავსი შემთხვევა. ეს იყო ადრე 2019 წელს, თუმცა შემდგომში ამასთან დაკავშირებით არ გამოკვეთილა მსგავსი, ასე ვთქვათ, შეთავაზება. ჯვარსკის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტრომ 60 პირთან ერთად აიყვანა. შავი სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს ლაშა გეგეჭკორიც მოსკოვში. 2011 წელს გარდაცვლილი კანონიერი ქურდის რაულ გეგეჭკორის იგივე შლიაპას შვილი. Фамилия, имя, отчество ваше? გეგეჭკორი რაულ ნაევიჩი. აქ ჩატარდა სპეცოპერაცია. რაზე დაიჭირა? არაფერი არ არის, ეს არ ვიცი, წელს ქვევით მოწყვეტილი ბიჭია, წელს ქვევით მოწყვეტილი თავი და ხელიადე. და რამეს რო საუბრობს ტელეფონზე, ამის გულებისთვის დაიჭირეს, არ გაუძარცი, არ ქირითავდი ქოხში. ლაშა გეგეჭკორის დასაკავებლად სპეცოპერაცია თბილისში, სამგორის რაიონში ჩატარდა. დაკავებულის დედა შაბათის ეთერს უყვება, რომ მისი შვილი, რომელიც 10 წელია ეტლში ზის და გადაადგილება არ შეუძლია სახლიდან, სპეცრაზმა პრაქტიკულად გაიტაცა. პოლიცია და პოლიცია შემოდი შუას და გაიქცევა მეთქი. შე ნახეს თავყმა წევს ბავშვი ასე ადექიო მე და ადგებოდე შვილი მეუთხა სადგებოდე ვერ დგებ ეტლით წაიყვანეს ხელით გადაიყვანეს დედა ხელით წაიყვანეს აქედან და მანქანი ჩასვას ხელით რატო არ ანახეს როგორ წაიყვანეს დე რატო არ ანახეს ამის იქეთ მოწყვეტილია შვილო ეტლში არის და ამის იქით ახლა ის თავისით ვერც პირს დაიბანს ვერც ვერაფერი ანს ვენი მორჩილებს თავისით მარტო დედა. სპეცოპერაციების მთელი სერია ადასტურებს, რომ ქვეყანაში ქართული ოცნების მმართველობის 13 წლის განმავლობაში კრიმინალური სამყაროს გავლენები იზრდება. მეტიც, საოჯახო დავების გასარჩევადაც კი კონფლიქტში მყოფი ცოლ-ქმარი კრიმინალურ ავტორიტეტებთან მიდიან. საოჯახო დავის ქურდული წესებით გარჩევისთვის არის დაკავებული ლაშა გეგეჭკორიც. მას გამოძიება ცოლ-ქმარ შორის 2000 ლარის გამო დაწყებული კონფლიქტის გარჩევას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ლაშა გეგეჭკორს დაუკავშირდა პაატა კეშელავა, რომლისდაც გაშორდა ქმარს და ჰქონდა ფინანსური დავა სიძესთან. დავის საგანი იყო 2000 ლარი. კეშელავამ საქმის გარჩევაში დახმარებას თხოვა გეგეჭკორს. გეგეჭკორმა საქმე გაარჩია ქურდული წესებით და ფულის გადახდა დააკისრა პაატა კეშელავას სიძეს. ცოლ-ქმარ შორის დაწყებული 2000 ლარიანი დავის გამო დაგეგმილი კრიმინალური გარჩევისთვის ციხეში საბოლოოდ 6 ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ დაკავებული ლაშა გეგეჭკორის დედა ამბობს, რომ ეს ბრალდება აბსურდულია. პროკურატურა ამტკიცებს, რომ აი ამ სახლში გაიმართა ქურდული გარჩევა. დედა ყოფილიყო დე, მანახონ ექსპერტი. დამიდონ. ანახონ ხალხს, ანახონ.
არ ყოფილა ამ სახლში პატა კეშელავა. ლაშა ბლიაძე. დედი, პატა კეშელავა არის ჩვენი სოფრას ერთად გაიზარდნენ ლაშა და მაგი. მეგობრები არიან. მეგობრას ნათესავია დედი. დახმარებას თხოვა კეშელავა. არაფერი არ ინახულა დედი. რაღაცა თავიანი პირადული მოყოს ერთად. მე არანაირი გარჩევა არ იყო შულა. საპატიმროში აღმოჩნდა 6 პირი აგარის რაიონიდანაც. მათ გამოძიება კრიმინალური სამყაროსთვის მიმართვას ედავება. საქმე ერთ-ერთ პირს ეხება, რომლის სახლიც გაქურდეს, ძვირფასი ნივთები წაიღეს, მაგრამ დაზარალებულმა პოლიციის ნაცვლად შავებს მიმართა. ქურდებსაც ბრალი წარუდგინეთ. ამ ეტაპზე დევნა დაწყებული არის, როგორც გვეკითხარით, ქურდული სამყაროს წევრების, მხარდამჭერების და მიმართველების მიმართ, თუმცა გამოძიება ასევე მიმდინარეობს სხვა პირთა მიმართაც. ამ ეპიზოდებიდან გამომდინარე ჩნდება განცდა, რომ ქვეყანაში ისე როგორც 90-იანებში შავების გავლენა იზრდება. მოქალაქეების ნაწილი კი პოლიციას აღარ ენდობა და სამართალს კრიმინალებთან ეძებს. შავი სამყარო აკონტროლებს ბიზნესსაც ბატონო ვაჟა ამ ქვეყანაში. მე როგორც გითხარით, ვახორციელებ სამხედროებას ამ სასამართლის საქმეებზე და კონკრეტულ ეპიზოდებზე. ხა დანარჩენი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. კრიმინალური სამყაროს მხარდაჭერის მიმართვის და გარჩევებში მონაწილეობის გამო 60 პირი ახლა საპატიმროშია. მათ შორის ბრალი დაუმძიმდათ იმ მსჯავრდებულებსაც, რომლებიც საქმეებს ციხიდან სატელეფონო კონფერენციებით არჩევდნენ.